ჯერ კიდევ ამ 2000 წლის წინ ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ცნობილმა ებრაელმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა თქვა, რომ ბიბლიური თუბალები მერმინდელი იბერები, ანუ ქართველები არიან. იოსებ ფლავიუსისგან მოდის აგრეთვე ბიბლიური მეშეხის, იგივე მოსოხის დასახვა შემდგომ დროინდელი კაბადოკიელების წინაპრებად და კაბადოკიის დედაქალაქ მაზაკასათვის მათი სახელის დაკავშირება. მე-19 საუკუნეში ამ მოსაზრებებმა მოულოდნელად ახალი სტიმული მოიპოვეს, რადგან გამოვლინდა ძველი ასურული ლურსმული წარწერები, სადაც ბიბლიური თუბალი და მეშეხი სავსებით კონკრეტული სახით წარმოდგნენ ჩვენს წინაშე, როგორც ძველი წელთაღრიცხვის მეორე-პირველ ათასწლეულებში მცირე აზიაში არსებული დიდი გაერთიანებები, ტომთა კავშირები თუ სამეფოები. ბუნებრივია, რომ უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც თვალსაზრისი, რომ ეს იყო ქართველთა წინაპრების გაერთიანებები და მათი მოსახლეობა. ესე იგი, ქართველობა, რომელიც კავკასიაში წამოვიდა მას შემდეგ, რაც მცირე აზიაში ეს ქართული გაერთიანებები განადგურდა. ამ მოვლენის დათარიღება კი საკმაოდ ადვილად ხერხდებოდა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეებით. მე-19 საუკუნის დასავლეთ ევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა, ისეთებმა როგორებიც იყვნენ მაგალითად ლენორმანი, მასპერო და სხვები, სწორედ ამ უშუალოდ ქართველ ტომთა, ანუ მერმინდელი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნიეს ასურული წყაროებით მცირე აზიაში ძველი წელთაღრიცხვის მე-12-მე-7 საუკუნეებში დამოწმებული თუბალები და მუშქები. ამათ მალე მიემატნენ ქაშქები, ანუ კასკები, როგორც კოლხების წინაპრები. ქაშქები მოიხსენიებიან იმავე ასურული და ხეთური წყაროების მიერ, როგორც აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრები ხალხი. ქართველთა წინაპრების წრეში შემოიყვანეს აგრეთვე ქსენოფონტეს მიერ მოხსენიებული კარდუხები, რომელთა სახელი მართლაც საოცრად გავს ქართების ეთნონიმს ქართუს. ლემან ჰაუპტი თვლიდა, რომ იბერები ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრებამ თუბალების, მუშქების და სხვათა ქართველთა წინაპრობის შესახებ და მცირე აზიიდან კავკასიაში, ანუ საქართველოში, ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის შემდეგ მათი გადმოსახლების შესახებ მეტად ფართო გავრცელება მოიპოვა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ იგი სხვებთან ერთად მიიღო ივანე ჯავახიშვილმა. ამასობაში კი დასავლეთის მკვლევართა დიდმა ნაწილმა სულ დაივიწყა მოსაზრება მუშქების და თაბალების ქართველობის შესახებ. ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნის ბოლოს ასურულ წყაროებში მოხსენიებულ მუშქების მეფე მითას იცნობს ძველი ბერძნული ტრადიციაც, მაგრამ იგი მას უწოდებს ფრიგიის მეფე მიდასს. ამიტომაც ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ მუშქები ინდოევროპელი ფრიგიელები არიან. კარგად ეხამებოდა ამას ის გარემოებაც, რომ პირველად მუშქები ასპარეზზე ჩნდებიან ძველი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნეში შემოსეულთა სახით, რომლებიც 1165 წელს ეუფლებიან ჩრდილოეთ მესოპოტამიის ოლქებს, ალზისა და ფურულუმზის, ხოლო 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო სამხრეთით ჩამოდიან და კათმუხის მიწაწყალზე უმართავენ სასტიკ ბრძოლებს ასურეთის მეფეს ტიგლათ-ფილესერ პირველს. ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნით ამ ამბებზე ადრე მე-13 საუკუნის ბოლოს მცირე აზიას გადაუარა ეგრეთ წოდებულმა ეგეოსური შემოსების ტალღამ. დასავლეთიდან შემოსულმა ტომებმა გაანადგურეს მცირე აზია და აქ არსებული ხეთების ძლიერი სამეფო. ანტიკური ტრადიცია, მაგალითად ჰეროდოტე და სხვები, დაჟინებით ამტკიცებს, რომ ფრიგიელები მცირე აზიაში ბალკანეთიდან გადმოსახლდნენ. ბევრი მკვლევარი ფრიგიელთა გადმოსახლების თარიღად სწორედ ამ ქარიშხლიან ხანას, ძველი წელთაღრიცხვის მე-13-მე-12 საუკუნეებს მიიჩნევს. ამიტომაც ასე ადვილად იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ მუშქები, რომელთა შემოტევის მოგერიება უხდება ტიგლათ-ფილესერ პირველს, სწორედ ეს ახლად შემოსული ფრიგიელები უნდა იყვნენ.
რადგანაც გვიან ხანაში მუშკების სამეფო და ფრიგიის სამეფო სინონიმებს წარმოადგენდნენ. დასავლეთში ნაკლები ცნობდნენ ქართულ თვალსაზრის მუშკებ მესხებზე, მაგრამ ზოგი, ვინც გაიგებდა თუ რა ორგანულად უკავშირდება მესხი სახელი ქართულ სამყაროს, ცდილობდა ამის მიხედვით გაეაზრებინა მცირეაზიული მუშკების ბედიღვალიც. მუშკები ლემანჰაუზს მიაჩნია ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას. დიაკონოვიც ფიქრობდა, რომ მუშკები სხვაა და ფრიგიელები სხვა. მისი აზრით, მუშკების ქართველთა ტომი შედიოდა ფრიგიის სამეფოს შემადგენლობაში და ასურელებმა ფრიგიის სამეფოს მუშკების სამეფო უწოდეს, სწორედ იმ ტომის მიხედვით, რომელიც მათ საზღვრებთან ყველაზე ახლო იმყოფებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ პერიფერიულ პროვინციებზე. მოგვიანებით დასავლეთის ორიენტალისტიკაში ახალი ძალით იჩინა თავი სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ მუშკების ფრიგიულობის შესახებ. ამას ბიძგი მისცა იმან, რომ მუშკების სამეფო დინასტიაში გავრცელებულ სახელწოდება მითას, ანუ მიდას, ხეთურ იეროგლიფური ეტიმოლოგია მოუძებნეს და აღმოჩნდა, რომ ამ სახელს ატარებდა ჯერ კიდევ დიდი ხეთური სამეფოს არსებობის ხანაში, ესე იგი ფრიგიელთა მცირე აზიაში სავარაუდო გამოჩენამდე აღმოსავლეთ მცირე აზიის ერთ-ერთი გაერთიანების ფახუვას მმართველი. ზოგ მკვლევარში ამ ფაქტმა კვლავ გააცოცხლა ასოციაციები ქართველ მესხებთან და ცნობილმა ხეთოლოგმა კავენიაკმა ძველი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნეში ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშკები ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ოლქებიდან ჩამოსულებად მიიჩნია. ფახუვას მმართველ მითასთან ასოციაციის შედეგად მუშკებს ადგილობრივ აღმოსავლურ მცირეაზიულ ელემენტად ფრიგიულისგან განსხვავებულად მიიჩნევს აგრეთვე ფრიგიული სიძველეების გამოჩენილი მკვლევარი აქურგალი. მუშკების საკითხს შეექო ნიკო ბერძენიშვილიც, რომელმაც დაიცვა მუშკების ქართულ სამყაროსთან კავშირის თვალსაზრისი. უფრო მეტად დაივიწყა დასავლეთის ორიენტალისტიკამ მე-20 საუკუნეში თუბალების ქართველობა და იბერთა წინაპრად გამოცხადება. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ მცირე აზია გვიან ხეთურ ხანაში ხეთურ იეროგლიფური წარწერებით აღმოჩნდა მოფენილი, საკმაოდ მოიკიდა ფეხი პირველად ფორერის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ ხეთურ იეროგლიფური ენა შეიძლება სწორედ თუბალების ენა იყო და თუბალები მაშასადამე ინდოევროპელები უნდა ყოფილიყვნენ. თუბალებისა და მუშკების გაინდოევროპელებას თავის დროზე ივანე ჯავახიშვილი შეეწინააღმდეგა. მან ქართველთა ეთნოგენეზისის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირა სხვა კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზს. ჯავახიშვილმა დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური, დაღესტნურ-ჩაჩნური, აფსარულ-ადიღეური ენების ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას. მეორე მხრივ, კავკასიონს გადაღმამდებარე ვრცელი მხარეების უძველესი ტოპო და ეთნონიმიკის ონომასტიკონის ანალიზის საფუძველზე წამოაყენა მტკიცება, რომ ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში აქ მცხოვრებ სკვით სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით მან დასვა სხვა კითხვა. არის თუ არა ჩრდილოეთ კავკასია ამ ტომების პირვანდელი სამშობლო? ივანე ჯავახიშვილი ამ საკითხზე პასუხის გასაცემად იშველიებდა იმ გარემოებას, რომ ჩრდილოკავკასიური სახელები თავს იჩენს ამიერკავკასიაშიც და ასკვნიდა, რომ უძველეს ხანაში ამ ტომებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა ეცხოვრათ. ასე რომ იქმნებოდა შტაბეჭდილება, რომ ამ მონათესავე ტომების მოძრაობა მიიმართებოდა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ამრიგად ქართველებიც სამხრეთიდან უნდა ყოფილიყვნენ მოსულნი. ამის შემდეგ ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ უძველესი ხანის მცირე აზიაში და ურარტუში გვხვდება სახელწოდებები იმგვარი სუფიქსებით, რომელნიც ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეების ტოპონიმიკაში, მრავლად იჩენენ თავს საქართველოს ტოპონიმიკაშიც.
მინდა გითხრათ, რომ ჯავახიშვილის კონცეფცია საბოლოო ჯამში მცდარი აღმოჩნდა. განსაკუთრებით იმაში, რომ თითქოს უძველეს ხანაში მთელი ამიერკავკასია ჩრდილოკავკასიური ტომებით იყო დასახლებული. მათი ცალკეული ტოპონიმების არსებობა სამხრეთ კავკასიის, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე არა მათი აქ მკვიდრობის, არამედ მათი პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთგავლენის შედეგია. ამ ყველაფრის შემდეგ აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ შეიმუშავა ქართველი ხალხის წარმოშობის კონცეფცია, რომელმაც ქართულ საისტორიო და საენათმეცნიერო ლიტერატურაზე დიდი გავლენა იქონია. ჯანაშიამ დაამტკიცა, რომ ქართველთა კავკასიაში გადმოსახლების თეორია მცდარი იყო. მისი კონცეფცია მოიცავს შემდეგ დებულებებს. პირველი, ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან. მეორე, უძველეს დროში დაახლოებით 6000 წლის წინათ წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც, ბალკანეთის, აპენინის და პირენეის ნახევარკუნძულებზე ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. მესამე, შემდეგ ამ მოდგმის ხალხთა ადგილსამყოფელი თანდათან შეიზღუდა. მეოთხე, ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დამდეგისთვის წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილნი იყვნენ ხეთები და სუბარები, რომლებიც ქართველ ტომთა წინაპრები არიან. ხეთები მცირე აზიაში მოსახლეობდნენ, სუბარებს კი ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე. მეხუთე, ამ ხეთამითანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა-წყალი ხეთურ-სუბარული მოდგმის მოსახლეობას ეკავა. ამავე ხანებში სამხრეთში, წინა აზიაში ასურეთი გაბატონდა, ხოლო ხეთურ-სუბარულ მოსახლეობა მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსახსა. როგორც ხედავთ, ჯანაშიას კონცეფციაში აღარაა ლაპარაკი რაიმე გადასახლებათა შესახებ და ფაქტიურად ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომების ადგილობრივი განვითარებაა ნაგულისხმები. მართალია იგი ლაპარაკობს ხეთურ-სუბარული ცენტრების ჩრდილოეთისაკენ თანდათანობით გადმონაცვლებაზე, მაგრამ ამაში მონათესავე ტომების გავრცელების არეში ერთთა განადგურებისა და მეორეთა დაწინაურების გარდა სხვა არაფერი იგულისხმება. ქართველთა წარმომავლობაზე თავისი კონცეფციის ამოსავლად სიმონ ჯანაშიამ გაიხადა მე-19 საუკუნის დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული იდეა ქართველთა მონათესაობის შესახებ ძველი აღმოსავლეთის მთელ რიგ ხალხებთან. მართლაც ცალკეული უზუსტობების გასწორებით ჩვენ ვიღებთ ისტორიული წყაროებით, მდიდარი არქეოლოგიური მასალითა და უახლესი გენეტიკური კვლევებით გამყარებულ კონცეფციას, რომელიც ადასტურებს ქართველთა ავტოქტონობას კავკასიის ტერიტორიაზე. ჯანაშიას კონცეფციის მთავარი დებულება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიის ავტოქტონი ანუ მკვიდრი ხალხია, თანამედროვე დნმ-ის კვლევებით დამტკიცდა. კერძოდ, უკანასკნელ წლებში სამეგრელოში, კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში აღებული გენეტიკური მასალის კვლევამ გამოავლინა, რომ თანამედროვე ქართველების დნმ სრულად ემთხვევა ადრეული ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილ ადამიანის ნაშთა დნმ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ჩვენი უშუალო წინაპრები ცხოვრობდნენ და სხვა არავინ. ძველი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნიდან მოყოლებული მუშქები, თუბალები და კასკები, რომელნიც მერმინდელ, მესხთა, იბერთა და კოლხთა წინაპარი ქართველი ტომები იყვნენ, უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანან და ხშირად ძლევამოსილ ბრძოლას აწარმოებენ ასურელების წინააღმდეგ. ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნიდან მოყოლებული ამ ბრძოლაში უკვე ასურელები იმარჯვებენ, მათ დამორჩილებასაც ახერხებენ და ყმადნაფიც სახელმწიფოებადაც ხდიან. ასურული წარწერებიდან ჩანს, რომ მუშქებს, თაბალებსა და კასკებს ამის შემდგომაც თავიანთი პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორება არაერთხელ უცდიათ. მაგრამ ასურეთის მბრძანებლები კვლავ მათ დაპატრონებიან. ამ ბრძოლას კიმერიელთა მცირე აზიაში მე-8 საუკუნეში შემოსევამ მოუღო ბოლო.
დაამხო მაშინდელი ბრძანებლებისა და ქართველ ტომთა უკანასკნელი ტალღაც ჩრდილოეთისაკენ წასწია. ამ დროიდან მოყოლებული მუშქების, თუბალებისა და ქაშქების სახელი მცირე აზიაში ქრება და ქართველთა მოსახლეობის ასპარეზი შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროთი და ამიერკავკასიი დღა განისაზღვრება. როცა ასურეთის მეფე ტიგლათ-ფილესერ პირველი თავის ძველი წელთაღრიცხვის 1100 წლის წარწერაში პირველად მუშქებს იხსენიებს, მაშინ ისინი იმდენად ძლიერნი ყოფილან, რომ ასურეთის ტერიტორიის დაპყრობასაც კი ბედავდნენ და ასურელებს თავგამოდებით ეცილებოდნენ. მუშქების სამფლობელო რამდენიმე სამეფოდ იყო დაყოფილი, მაგრამ როგორც ამ წარწერიდან ჩანს, როცა კი საჭირო იყო ხოლმე მუშქები ერთობლივად მოქმედებდნენ. ასე მოიხსნენ ისინი მაგალითად მაშინ, როდესაც ასურეთის ვასალი ქვეყნების ალზისა და პურუკუცის დასაპყრობად გაემგზავრნენ. როგორც ეტყობა, მუშქების სამოქალაქო ცხოვრება საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა და ქალაქებიც ბლომად ჰქონიათ. ტიგლათ-ფილესერ პირველი და მოგვიანებით სარგონ მეფე თავიანთ წარწერებში ტრაბახობენ მუშქების ქალაქები დავაქციეთ და გადავბუგეთო. ორივე ზემოდასახელებული ასურეთის მეფე ამბობს, რომ აუარებელი ქონება და სიმდიდრე წამოიღეს მუშქების სამეფოდან. მუშქები ამ დროს ვაზის და მსხვილ და წვრილფეხა საქონლის მოშენებას მისდევდნენ. ღვინის დაყენებაც სცოდნიათ. სოფლის მეურნეობის გარდა მრეწველობაც და ხელოსნობაც ყოფილა გავრცელებული. განსაკუთრებით კარგად აამზადებდნენ თურმე ყვითელი სპილენძის, ანუ თითბრის ჭურჭელს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნის ასურეთის მეფის აშურ-ნასირ აბალის დროს მუშქები ასურეთის ხელმწიფეს ხარკად თითბრის ჭურჭლებს, ხარებს, ცხვრებს და ღვინოს აძლევდნენ ხოლმე. მეტალურგიის დამუშავებისა და ღვინის დაყენების ცოდნა, ასევე ქალაქების არსებობა ამტკიცებს, რომ იმ დროს მუშქებს ძალიან განვითარებული სამოქალაქო ცხოვრება ჰქონიათ. ტიგლათ-ფილესერის და სარგონის მოწმობენ, რომ ვერცერთ მათ წინამორბედ მეფეს მუშქები ვერ დაემარცხებინათ და რომ ჩვენს წინაპრებს ისინი არ ემორჩილებოდნენო. მუშქების სამეფოს იხსენიებს ბიბლიაც. ძველი წელთაღრიცხვის მე-12-მე-9 საუკუნეების ასურული და მე-9-მე-8 საუკუნეების ურარტული, ლურსმული წარწერები მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავენ ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში არსებული სხვა დიდი გაერთიანებების შესახებ, როგორიც არის დიაოხი, კოლხა, ზაბახა, ანუ ჯავახეთი, ვიძეროხი, ანუ ოძრახე და სხვა. ეს მასალა საშუალებას იძლევა გავაშუქოთ ამ მხარეთა უძველესი პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ისტორიის მრავალი საკითხი. ამავე წყაროებში დაცული ონომასტიკური, ეთნო და ტოპონიმიკური ცნობები მნიშვნელოვანია ეთნოგენეზისის საკითხის კვლევისას. ყოველივე ამის გამო საქართველოს ისტორიის ძველაღმოსავლური წყაროები მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა დიდ ყურადღებას იმსახურებენ. თუ მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.